ტელეკომპანია იმედმა გააკეთა ვრცელი სიუჟეტი ფასების თემაზე და შეადარეს ქართული ფასები ევროპულ ფასებს და აღმოაჩინეს თურმე რომ საფრანგეთში და გერმანიაში და ევროპაში მოკეთ უფრო ძვირიაო რა პროდუქტებზე ფასები ვიდრე საქართველოში. ეგეთი დასკვნა დადეს რა ალბათ რა პრინციპით აარჩიეს პროდუქტები სად რა ნახეს ფასები არ ვიცი შეიძლება კობახიძემ რო ათლარად იყიდა ხორცი რაღაცა მაგ პრინციპით ალბათ აბა სხვანაირად რანაირად დაადგინეს მე არ ვიცი და კიდევ უფრო უცნაური ჩანს და სასაცილო ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე რომ დეკემბერში კაცო კობახიძემ ხო შექმნა ეს ფასების შემსწავლელი კომისია და რატო შექმნა იმიტომ რომ ჩვენო ვიკვლიეთო და აღმოვაჩინეთო რომ საქართველოსიო ზოგ პროდუქტებზეო 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მაღალია ფასი ვიდრე ევროპაშიო ამ დასაბუთებით შექმნა და ამ მიზეზით ეს კომისია ხო გვახსოვს კაცო აი მოусმინოთ ვისაც არ გვახსოვს ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის ცესმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 57%-ით ძვირია. მაშინ კობახიძემ მოგვატყუა თუ ამ ფასებმა მერე დაიკლო, რანაირად ყოფილა მაინც საქართველოში უფრო იაფი ახლა პროდუქტი. თან ამ კომისიაში მილიონები რო შეიყვანეს, მათ შორის ახლა ნინო წილოსანი რო იქ თავმჯდომარედ თუ ხელმძღვანელად რო დასვეს და იქ ხო ცალკე სასაცილოა კიდე. და დღეს გვეუბნებიან რომ არაო კაცო, აგერ ხორცი 10 ლარი ღირსო და არაფერი პრობლემა არ არისო. იმას რო თავი დავანებოთ, კაცო, ჯერეთი რატომ უნდა დავანებოთ, ხო? რატომ უნდა დავანებოთ თავი იმ ამბავს, რომ სადღაც 2 ევრო როგის რაღაც პროდუქტის არ ნიშნავს, რომ საქართველოში 6 ლარი თუ ღირს ერთი და იგივეა. იმიტომ რომ იქ ხელფასი, პენსია და ზოგადად მსყიდველუნარიანობა ამ ევროპელის და ქართველის არის აბსოლუტურად სხვადასხვა. იგივე შემოსავალი აქვს იმ გერმანელს და ქართველს, ხო? ეგ ხომ მნიშვნელოვანი ამბავია, ეგ როგორ შეიძლება მაგის იგნორირება? მაგრამ აი დავანებოთ თავი. სინამდვილეში ხარ რატო აკეთებენ ამას? ყველაფერი არის განცდებთან და აღქმებთან დაკავშირებული. ადამიანმა თუ დაიჯერა რომ აი ეს ძვირი ფასი რასაც იხდის პროდუქტში, სინამდვილეში ძვირი კი არ არის, ძვირი და იაფი ხო შედარებითია რაღაცას ადარებ. ხო და თუ სხვაც ამას იხდის და მთელ მსოფლიოში თუ ასეა, მე ნაკლებად გაბრაზდება და ნაკლები ის ექნება პრობლემა ამასთან, იმიტომ რომ ნუ რავი, ესე ყოფილა ეხა და რა ვიცი რაზე ამოვიღო ხმა, რატო ვიყო უკმაყოფილო. აი ამას ცდილობენ მეტი არაფერი, მაგრამ ნუ პოზიტიური და კარგი ამ ამბავში მაინც ის არის რომ რა ვიცი ხა ქართული ოცნების მხარდამჭერებიც ესეთი სულელები არ არიან ყველა და საკუთარი თვალითაც ხედავენ ხო რა ფასებია მაღაზიაში რომ შედიან